რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის საქართველოსთან ავტომობილის ექსპორტი შეიზღუდა. რა გავლენა ექნება აღნიშნულ ცვლილებას და რაც მთავარია, როგორი მოლოდინები აქვს სექტორს ცვლილებასთან დაკავშირებით. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ალექსი ნონიაძე, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი. გვიერთება ბატონო ალექსი, დიდი მადლობა მოგზანებისთვის. მოგესალმებით, მესალმებით ჩვენ მაყურებელს. სარგებლობ შემთხვევით პირველად ვარ თქვენ სტუდიაში. გისურვებთ წარმატებულ ეთერს ახალ სიტუაციაში, ახალ გარემოში, ახალ ტელევიზიაში და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. დიდი მადლობა და მოდი დავიწყოთ ხსენებული სიახლით, პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე ახალი თემაა ბაზარზე და განვმარტოთ პირველ რიგში ამ თემასთან დაკავშირებით რამ განაპირობა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რუსეთისა და ბელორუსის პასპორტის მქონე პირებისთვის ავტომობილების ექსპორტი შეიზღუდა. ამასთან დაკავშირებით იყო რამოდენიმე ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც ბაზარზე, ასე ვთქვათ, ახალი ავტომობილები, ის ავტომობილები, რომლებიც რეგულაციებს ქვეშა და სანქციებს ქვეშ იყო, მაინც ხვდებოდა რუსეთის ბაზარზე. რეალურად ეს იყო თუ არა მთავარი მიზეზი ამ ცვლილების და რაც მთავარია აღნიშნული ცვლილების შემდეგ რა შეიძლება შეიცვალოს ადგილობრივი ბაზრისა და ქართველი იმპორტიორებისთვის, ექსპორტიორებისთვის. კი ბატონო, დავიწყოთ თავიდან, დავიწყოთ იმით, რომ ჩვენმა მაყურებელმა ამ სფეროში დაინტერესებულმა პირებმა კარგად იციან, რომ ასე ვთქვათ, სანქციების შემდგომ პერიოდში რუსეთში რეექსპორტი და ბელორუსში რეექსპორტი აიგრძალა. მაგრამ ამ ბოლო გადაწყვეტილებამდე რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ რეექსპორტი გაეკეთებინათ სხვა ქვეყნებში, მაგალითად ყაზახეთში, ყირგიზეთში და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ბოლო ეს შესაძლებლობაც, ასე ვთქვათ, ჩაიკეტა და ამ შემთხვევაში უკვე პასპორტით რუსეთის მოქალაქეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რეექსპორტით ავტომობილის გაყვანა საქართველოსთან არ შეუძლია. ახლა რას მოგცემს ეს, რამე შეიცვლება ამ კუთხით? მე ვფიქრობ, რომ არაფერი ამ კუთხით არ შეიცვლება, მხოლოდ გააძვირებს რაღაც ხარჯებს, ვისაც გაყავდა ეს ავტომობილი ისევ გაიყვანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ სხვის სახელზე გააფორმოს, მესამე პირის ჩართულობით იგივე ყაზახა, ყირგიზ ავტოდილერის სახელზე გააფორმებს და ისევ გაიყვანს ამ ავტომობილებს. მაგრამ აქვე მინდა დავამატო, ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ზოგადად ყველა ტელევიზიით, ყველა ეთერში, ყველა შეხვედრაზე, რომ მთლიანი ექსპორტი რო ავიღოთ, რეექსპორტი რო ავიღოთ საქართველოსთან მსოფლიოს ყველა მასშტაბით არის ჯამში 110 ერთეული ავტომობილი. არცა ვერ მივახციეთ, ვერ გადავწვდით ამ ციფრს. ეს ყველაფერი რუსეთის ბაზრის მოთხოვნის 3%-იც არ არის. აი, ეგრეთ წოდებული პადმასკოვიეს ოლქი რო არის, იმის მოთხოვნასაც კი ვერ დააკმაყოფილებს, მათ შორის ყველა რო ჩავთვალოთ, მათ შორის უკრაინაში გასული ავტომობილებიც რო თეორიულად დაუშვათ რომ ხდება რუსეთის ტერიტორიაზე, ვერ დააკმაყოფილებს რუსეთის მოთხოვნის, ასე ვთქვათ, 3%-საც ვერ დააკმაყოფილებს. ძირითადი ნაწილი ავტომობილებისა შედის ჩინეთიდან, ახალი ავტომობილების, მათ შორის ელექტროავტომობილების, ხოლო მეორადი ავტომობილები შედის მათ შორის იაპონიიდანაც შედის. ამიტომ საქართველოს თუ რაღაც წვლილი ჭყალებში, წვლილი მიუძღვის ამ თემასთან დაკავშირებით საერთოდ უმნიშვნელოა. კი ბატონო, რუსეთისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენს ექსპორტში ავტომობილები პირველი საექსპორტო პროდუქციაა, ნუ რეექსპორტი, თუმცა საერთო ექსპორტში პირველ საექსპორტო პროდუქციად ნაწილდება და საერთო ექსპორტის 30%-ს იკავებს. აი ამ ცვლილების შემდეგ გარკვეული მონახაზი თუ შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგალითად რა პროცენტული მაჩვენებლით შეიძლება შეცვალოს ეს მონაცემი, რომელიც უკანასკნელი ტენდენციებით არის, ეს არის იანვარ-აპრილის მონაცემი. აი მოდი ციფრებით ჩვენ ახლა ისეთი ეკონომიკური პროფილის გადაცემაში ვართ და არავინ არ გამინაცხენდება თუ ციფრებით. პირიქით, საინტერესოც იქნება ბევრად. კი ბატონო, აი ავიღოთ სანქციებამდე პერიოდი და სანქციების შემდეგო პერიოდი. და შემდგომი დინამიკაში დავინახავთ, რომ სანამ სანქციები იქნებოდა საქართველოსთან, მაშინ როდესაც არავინ არავის არაფერს არ უკრძალავდა, საქართველოსთან გადიოდა 1000-1500 ერთეული ავტომობილი რუსეთში, ხო? და მერე სანქციების შემდგომ პერიოდში, როცა სანამ აკრძალვა შემოვიდოდა, 5000 ერთეული არავის არ უკრძალავდა.
და არასდროს არც ასოციაციაში, არც იმ ბიზნეს წრეებში, პროფილურ ბიზნეს წრეებში, ანუ ის კომპანიები, რომლებიც ჩართული იყვნენ ჩვენ სფეროში და ჩართულები არიან დღემდე და დილერები, რაღაც ნაწილი ბუნებრივია იმ 5000 ერთეული მანქანის რაღაც გარკვეული სეგმენტი იყო, მაგრამ დიდი სეგმენტი არ იყო ეს იმის თქმა მინდა და დილერების დიდი ნაწილი რუსეთზე აქცენტირებას არ ახდენდა. თან არასტაბილური ბაზარი იყო. რუსეთზე უნდა წარმოვიდგინოთ ასეთი რაღაცა, რომ დილერი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანქანას ყიდულობს 3-4 თვით ადრე. სანამ საქართველოში ჩამოვა, დღეს ყიდულობს და 3-4 თვის შემდეგ ჩამოვა. აი 3-4 თვის შემდეგ რა მოხდება, არავინ არ იცის. ხვდებით? ამიტომ გათვლა პროგნოზირებას აკეთებს დილერი, როცა ყიდულობს ავტომობილს. მაგალითად, ეს ავტომობილი განკუთვნილია ყაზახეთისთვის, ყაზახური ბაზრისთვის, ეს ყირგიზური, ეს აზერბაიჯანი, ეს სომხური ბაზრი და ეს არის რუსულისთვის. ეხლა აღარ, მაგრამ რუსული ბაზრი. აი რუსული ბაზრისთვის რო გათვლა გაუკეთებინა, იმდენად არასტაბილური მდგომარეობა იყო რუსულ ბაზართან მიმართებაში სანქციებამდე ვსაუბრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამ თემაში არ იყო ჩართული და გაყიდვების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. ამიტომ ყოველთვის ითვლებოდა რომ რუსული ბაზარი არასტაბილური იყო და იმდენად მოთხოვნადი არ იყო. ეხლა ამ სანქციებთან დაკავშირებით ეს ნებათაღელვას ვხედავთ, მეც პიროვნულად მე ერთი ალექსი ნონიაძე უთანაგზნობ უკრაინელ ერს 200-ზე არსებობს ამ ომში, მან უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ციფრები თავისთავად მეტყველებს, რომ აი ამ სფეროში, სხვა სფეროში არ ვიცი, მაგრამ ამ სფეროში თუ ბუნებრივია ვერც დავადასტურებ და ვერც უარყოფ, რომ რუსეთში რაღაცა შედის, მაგრამ იმდენად თუ შედის, იმდენად უმნიშვნელო ციფრია, რომ ეს რაღაც აი სერიოზულ გავლენას საერთოდ ფონზე ვერ ქმნის. კი ბატონო, ამერიკის მიმართულებაზეც მინდა გკითხოთ, არც დიდი ხნის წინ დაანონსდა, რომ იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფი უნდა დაწესდეს. ამ ნაწილში პირველ რიგში გადაცემა თუ იყო და მოახდინა, ამან უკვე გადაცემა, თუნდაც მოლოდინების ეფექტმა და ამ ნაწილში როგორი არის მოლოდინები, რამდენად შეიძლება იქონიოს ზეგავლენა ადგილობრივ ბაზარზე და რა თქმა უნდა ფასის ნაწილზე. დავიწყოთ თქვენი კითხვის პირველი ნაწილიდან, რომ პირდაპირ გავლენას ეს ვერ მოახდენს ქართულ ბაზარზე, მაგრამ ირიბად მოახდენს. იმიტომ რომ ჩვენ არ შეყვავთ იმპორტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მეორადი ავტომობილები მოყავს იქიდან იმპორტი. მაგრამ მარტო ესაც არ არის საბოლოო პუნქტი, ანუ შედეგის მთლიანი სურათის დასანახად, მარტო ეს 25%-იანი ტარიფი არ არის, ასე ვთქვათ, გამსაზღვრელი. და რას გულისხმობ, უყურეთ, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიიღო ამ ბოლო დროს თეთრმა სახლმა ტარიფების კუთხით, რაც მოქმედებს ამერიკის მოქალაქეების ყიდულობით უნარიანობას. თუ ამერიკის ამ გადაწყვეტილებები, თუ ამერიკის მოქალაქეების ყიდულობით უნარიანობა შემცირდება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მიწოდება მეორადი ავტომობილების ბაზარზე შემცირდება. ან იქაც გაჩნდება მეორადი ავტომობილების ბაზარზე მოთხოვნა, რაც ჩვენთან კონკურენციას გამოიწვევს და ფასს გაზრდის. თუ პირიქით გაიზრდება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გვაწყობს, მაგრამ როგორც ვატყობთ, პირიქით მოთხოვნა და მოხმარება, ანუ ეს მყიდველობით უნარიანობა ამერიკის მოქალაქისა მცირდება. შესაბამისად, ეს ნელ-ნელა გავლენას იქონიებს მეორადი ავტომობილების ბაზარზეც. ახლა რაც შეეხება აქ, ხო, აქ მოთხოვნა რაღაც დოზით დარჩა იგივე, მაგრამ აღქმები შეცვალა, ხვდებით? მოლოდინები შეცვალა ნეგატიურისკენ. ანუ საუბარია იმაზე, რომ შეიძლება უახლოეს მომავალში ფასებმა ძალიან სერიოზულად აიწიოს და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროფიციტულია ბაზარი, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მოკლევადიან პერიოდში რაღაცნაირად ესეთი მოთხოვნის აფეთქება მოხდა და რა მაძლევს ამის თქმის უფლებას. ჯერ საქსტატის მონაცემები ჯერ არ დადებულა და არ ვიცით ზუსტად, მაგრამ სამაგიეროდ გავცელდა და გასაჯაროვდა ფოთის ტერმინალის მონაცემები კონტეინერებთან დაკავშირებით და ავტომობილებთან დაკავშირებით, სადაც ზრდა აშკარად ხედავთ, რომ ზრდა არის, მაგრამ აქაც ეს ტრანზიტით არის, რეექსპორტის ნაწილია თუ როგორ არის, ესაც დასაფიქრებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაწილი უკვე კონკურენციას უწევს ქართულ დილერებს, საუბარი მაქვს ყაზახ და ყირგიზ დილერებზე. შემოყავთ მანქანები, ზოგი თვითონ არემონტებს და გაყავს აქ ადგილზე და
რეექსპორტით გაყავს, ზოგი უკვე ტრანზიტით გაყავს და აი ეს ზრდა ფოთის სპორტში იმას გულისხმობ, რომ ასეთი მოთხოვნის წყალებში აფეთქება გამოიწვია ამან მოკლევადიან პერიოდში არ არის გამორიცხული, რომ ტრანზიტული უფრო იყოს, ვიდრე რეექსპორტის მაჩვენებლებზე აისახოს. ამიტომ უნდა დაველოდოთ საქსტატის მონაცემებს, როდესაც გამოაქვეყნებენ, ეხლა ამ დღეებში იქნება, უახლოეს პერიოდში იქნება და ნახავთ, თქვათ მაისის თვეში რამდენად ზრდა გამოიწვია ამან. კი ბატონო და ბოლოსკენ მინდა გითხოთ ერთი საინტერესო ნაწილი ჩვენ ყველანი ვაკვირდებით პრინციპში ჩინური ავტომობილების ექსპანსიას სოფლიოს მასშტაბით. ძალიან საინტერესო არის ჩინური ავტომობილების პერსპექტივა ქართულ ბაზარზე და რამდენად შეუძლია ჩინურ ავტომობილებს რომ იგივე წამყვანი როლი გაიკავოს ისეთივე როგორც მაგალითად დღეს სხვა წამყვან ბრენდებს უჭირავთ და რამდენად შეიძლება გადაერთონ გარკვეულწილად მაინც ქართველი ექსპორტიორები, რეექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე. მოგახსენებთ ინფორმაციას მოგაწოდეთ, რომ ჩვენი ასოციაცია მაისის თვეში მიწვეული ვიყავით ჩინეთში, გამოფენა გაყიდვა იყო სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ჩენდუში, პირველადი და ანუ ახალი და მეორადი ავტომობილების გამოფენა გაყიდვა იყო. სადაც აი პროცესებს უშუალოდ ვაკვირდებოდით, მათი მხრიდან იყო მიწვევა და ინტერესიც არის საკმაოდ მაღალი ჩართულობის, რომ აინტერესებთ ქართული ბაზარი. მაგრამ აქ ჩვენ ძალიან პრინციპულად მივაწოდეთ ინფორმაცია ჩინურ მხარეს, რომ მარტო ჩინური ავტომობილების მოთხოვნა არ არის და ინტერესი არ არის, ბუნებრივია ბევრი უკვე კომპანია არის დაინტერესებული და მუშაობს და ალბათ გარკვეული ნაწილი კიდე გეგმავს შემოყვანას. არამედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ხაბის ფუნქცია. ეხლა როდესაც დასავლეთიდან შემოდის ავტომობილი და გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ჩვენ ხაბის ფუნქციას ვინარჩუნებთ. ჩინეთიდან შემოყვანილი ავტომობილების შემთხვევაში სახმელეთო გზას რო გამოივლის იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჩამოვა საქართველოს უკან ვერ დაბრუნდება. ხვდებით? ამიტომ რაღაცა ალტერნატივა უნდა იყოს ჩინური ავტომობილებისა, ისა ჩვენთვის პერსპექტივა, რომ ჩვენ აქედან გავიყვანოთ, თქვათ, არ ვიცი, ევროპის მიმართულებით, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ახალი ბაზრები მოვნახოთ, ხო? და დივერსიფიცირება მოახდინოთ რეექსპორტის ბაზრებს. წინამძღოლ შემთხვევაში ჩვენ ამ ფუნქციას დავკარგავთ და აქ, რა ვიცი, რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანი რო არის დასაქმებული, აი ამ სამუშაო ადგილებს დავკარგავთ და ნუ ეკონომიკაც დაკარგავს გარკვეულწილად შემოსავალს. ბატონო ალექსი, ძალიან ამიტომ აი ეს ერთ წინადადებით ბოდიშით საინტერესოა ჩინური ავტომობილები, ბუნებრივია თავისი არსით იქ ჩვენ ასე ვთქვათ ქარხნების დავათვალიერეთ და მომავალია აქ, მაგრამ აქ მეორე საკითხიც არის, ჩვენი ინტერესი რა იქნება აქ. მარტო მოთხოვნა ჩინური ავტომობილი. მადლობა ბატონო ალექსი თქვენ საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ ალექსი ნონიაძე, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით საქართველოს საავტომობილო ბაზარზე და მიმდინარე ტენდენციებზე.